გამარჯობათ მეგობრებო, ნახეთ გონი საინტერესო მომენტში მოხდი. აქეთკენ ძალიან არ მიყვარს ხოლმე სიარული. ეს ბალტიმორში ვარ და არის ორი ტუნელი. მე აქ წამოვიდა პოლიცია გამიჩნდა და არ მიშვებს. ასე გამინთო და არ მიშვებს იმ ტუნელში რა. და უყურეთ მარცხენა მხარეს მწვანეა და მარჯვნივ წითელია. ჩემს უკან კიდევ დგას რამდენიმე მანქანა, მაგრამ თავიდან რომ მოვედი, მეთქი რა დგას ეს პოლიცია, მე გვერდზე გადავიდა ხაზზე. მილოდები ხარ რა ხდება. შემიძლია უკან წავიდე, მაგრამ წავიდე არ წავიდე, არაფერს არ მეუნება ეს პოლიციელი და უკან ხშირად რო არ დავდივარ ამ ბალტიმორისკენ წამოსვლა არ მიყვარს, რომ ერთხან ღამის 3 საათია. და გვერდზე ნახე მანქანები გადიან, ტრაილერები და მე კიდევ აქ წამოვედი რა. რა გავაკეთო, არ ვიცი, გადავიდე, მაგრამ გადავიდე. საათი ხოდი წავიდე, ესე დარღვევაა. ისტორიაში ვართ. უბრალოდ ორი ტუნელია, აი ვინ ძღოლები არიან, ერთი ეგრე ხედავთ მარცხნივ გადის, მწვანეანთია და მარჯვენაში წითელიანთია. ამე შემიძლია უკანასვლი წავიდე, მაგრამ უკანასვლი წასვლა დარღვევაა და დარღვევაც არ გინდა ეს ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული და ვიქტორინა ხო არ გავათამაშოთ მეგობრებო. რა უნდა ამ პოლიციელს დამაჯარიმებს, არ დამაჯარიმებს, არც გადმოდის. და მისასვლელი ადგილი არის რაღაც 10 მაილი მაქვს დარჩენილი და ეს ლოგბუქი და ეს ამბებიც საუბრობთ ალბათ რაღაცა მშენებლობა მიდის და გაჩერებულია და ვარ წავიდე ზანი ხო არაფერს ვერ მეუნება. შორიდან რომ მოდიოდი, ეს კი იდგა, მაგრამ ცუდად იდგა და ეს ბარდური რო არის აქეთკენ უნდა წავსულიყავი თუ რა ის მანთან არაფერს არ მეუნება. გონი დაიძრა და რა გავაკეთო არ ვიცი. წითელი რვანთია. ვა. რა გავაკეთო? იმატოვა პოლიციელი. რა გავაკეთო? წითელიანთია და რო გავიდე შევიდე, მაგრამ სადმით ხო გავიდე ვითომ. აი აქტუალი აითო. ხოიცი კანონები და აპასნია რა. აქტუალია და შემიძლია უკვე გავიდე ამ თუნელში. ან ეს დიდი ნავიგატორი არ მუშაობს, პატარაზე მივდივარ და წვიმანები არა მეგობრებო, პატარა რაღაცები.
ასე შემთხვევაში ზოგჯერ მეუბნებიან ხოლმე მიკროფონი დაიყენე მიკროფონი. ჩვენ მე ვამბობ ხოლმე რომ აქ ჩვენ რო ვიღებთ ხოლმე წინასწარ არ ვიცი. ეს არის პირდაპირ რა. ჩამივარდა ვარიანტი ტელეფონი. ავიღე ხელში და ვიღებ. ეხლა წინასწარ რო ვიცოდე რა იქნება. ამდენჯერმე ჩვენმა მაყურებელმა გითხრეს რომ მიკროფონი გაიკეთო, ძრავის ხმა ისმისო და მე ვეუბნები რომ ჩვენ გახსოვთ მაშინ გამოკითხვა გავაკეთეთ და 80%-მა თანხმობა თქვა რომ ჯობია ასე ბუნებრივად გადაიღო, ვიდრე ეხლა წინასწარ მოემზადო მიკროფონი რაღაც საშუალებები. ხაზი რო არის რომ გადავკვეთო ამაზე ჯარიმაა რა. სხვა ხაზი როა და სულ იმის შიშებში ხარ რომ აი მე არ დავაჯარიმო, იმ არ დავარღვიო, ეს არ დავარღვიო. ორი გამოვედი სამშვიდობოს. ოკეი, всё. გენო ღამით ავარ და დღისით აქ არის ხოლმე სულ საცობები, მაგრამ აქეთკენ არ მეყვარს ხოლმე სიარული, იმიტომ რომ რაც არის ეგ არის. თავარია რომ ჯარიმა არ მივიღე და ბოლოს და ბოლოს მივარ იმ ადგილას, სადაც უნდა მივიდეთ. აი ესეთი პატარა ჩართვა გავაკეთეთ და დაგემშვიდობებით, დიდი საინტერესო არაფერი არ იქნება და იმედია საინტერესო ვიდეოში შევხვდებით მომავალში. კარგად. საინტერესო და უცნაური ამბები გვინდა აუცილებლად.